თუ შეიძლება რომ გითხოთ რაც შეიძლება რომ აქ თქვა და არ შეუშლის ხელს უნებრივ გამოძიებას როგორ მოხდა თქვა რა ტიპის ზეწოლით ამ თქვენი წილების წართმევა ზეწოლა იყო ყველა ფორმა გამოყენებული პრინციპში რაც იმ დროს იყო ნუ ხო წამების გარდა რა თქმა უნდა იმ ეტაპზე რაც იყო დაიწყო იმით რომ ასე თქვა ცდილობიანი შეხვედრით და უბრალოდ სურვილის დაფიქსირებით რომ მათ ჭირდებათ რუსთავი ორმა ეს ალაპარაკი ჩვენ პირველი შეხვედრა ქონდა ვანო მერაბიშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან მიმოიხილეს ასე თქვა რომ რამდენად დიდი როლი შეასრულა რუსთავი ორმა ვარდების რევოლუციის პერიოდში და საერთოდ როგორი მნიშვნელოვანია მასმედიის როლი ქვეყნის ასე თქვა განვითარებაში რომ აქვთ ძალიან დიდი გეგმები და ამიტომ მათ ჭირდებათ რუსთავი ორი და რუსთავი ორი ფაქტურად ჩვენ ორს გვითხრეს ჩვენ ორ მივიყავით შეხვედრაზე რომ თქვენი წილი უნდა მოგწეთ. ნუ პირველ შეხვედრაზე რა თქმა უნდა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო, მიიღეს ცივი უარი და დავიშალეთ. ამის მერე დაიწყო ეტაპობრივი მოძრაობა, ასე ვთქვათ, გამკაცრება სიტუაციის და დამძიმება. ნუ არ მოყვები იმ ელემენტარულ თვალს დევნას, მოსმენას, რაღაც კორტეჟებით, ესკორტებით მოძრაობა, სულ თანხლებით დავყვებოდა მანქანები, რაც შავფორმიანი ხალხი ჩაცმული და ასე შემდეგ. მაგან არ გაჭრა. ეგეთი მარტივი მეთოდებით, ასე ვთქვათ, არ დავშინდით. შემდეგ გადავიდეთ უფრო მნიშვნელოვან ბერკეტზე, ეკონომიკურზე, პატარა განავრცობ ცოტა ამ თემას, იმიტომ რომ გასაგები იყოს უფრო რასთან გვაქვს საქმე. ერთჩვენიერ დღეს, ანუ მოდით ასე ვთქვათ, ეს ქრონოლოგიურად რა განვიხილოთ, ეგ მოხდა, დაიწყო ყველაფერი 2004 წლის მაისში, უკვე ივნისის დასაწყისში სადღაც 10 თუ 11 რიცხვში ჩვენ სრულიად შემთხვევით ტელევიზიით ვიგებთ, რომ რუსთავი ორი გაკოტრდა, შეტანილია სასამართლოში გაკოტრებაზე საქმე. ეს ტელევიზორთანაც არ ვიყავით მაშინ, კარგად მახსოვს და ამერიკა ჩემო ახლობელმა რომ ეხა უყურებ ეროსის გამოსვლას ტელევიზორში, რომელსაც გაკოტრება გამოაცხადაო. ანუ მოხდა რა, დაინიშნა გაკოტრების მმართველი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არანაირი უფლება იურიდიული აღარ გქონდა, ანუ ვეღარც დირექტორს მოხსნი, ვეღარც განკარგა, ვერაფერს ვერ გააკეთებ რუსთავი ორთან დაკავშირებით. გასაგებია. ეროსკიწმანიშვილს ჰქონდა ამის გაკეთების უფლება. როგორც მოქმედ დირექტორს, დიახ, ბოლო 2 წელი ეროსკიწმანიშვილი დირექტორი იყო რუსთავი. ისე რომ არ შეგითანხმოთ თქვენ დამფუძნებლად. ხო, არ შეგვითანხმო. თქვენ მაშინ უკვე მასთან ჰქონდათ პიროვნულად დაძაბული ურთიერთობა. ჰქონდა, დიახ. ჩვენ გქონდა ხედვა განსხვავებული ალბათ როგორი უნდა ყოფილიყო ტელევიზია ეს რევოლუციის შემდეგ თავიდან თითქოს ერთად ვიფიქრეთ და ერთად გადავწყვიტეთ რომ გარდაუქმნათ და ვთქვათ იმ ფორმატამდე მივიყვანოთ ტელევიზია რომ ეს იყოს მართლა მიუგერძობელი და მოუკიდებელი და ის მხარი აღარ იყოს როგორც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში რევოლუციამდელ პერიოდში მოხდა და ფაქტიურად ებსიტუნებლიეთ რუსთავი ჩაცურდა და მაინც ძალი მხარე გახდა ანუ მთავრობასთან დაპირისპირებული პოლიტიკური მხარე და ამის თავიდან ასაცილებლად რაღაც გეგმები დავსახეთ თუმცა მე ჩვენი ხედვები მეტნაკლებად კი არა საკმაოდ გაიყო და ურთიერთობას გაფუჭდა შესაბამისად და რომ განვაგრძოთ შემდეგ წილის დათმობა დიახ ანუ გაკოტრების შემდეგ აი პატარა იმას მოყვები ნიუანს რეალურად რა ხდება ანუ ერთი რომ თქვა რუსთავი ორთან დაკავშირებით რუსთავი ორზე ჩვენ კონტროლი დავკარგეთ მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვა უნდა დავთმო და რაღაც ანუ ეგეც არ იყო ის ეტაპი როცა მინდასკვნამდე მივედით რომ სხვა გზა აღარ არის და გამოსავალი აღარ აქვს იყო ერთი ნიუანსი ხო გაკოტრებას რაც შეეხება მოდით ამაზეც ვიტყვი მე მაქვს ოფიციალური ამონაწერი საგადასახადოდან რუსთავი ორის ვალებთან დაკავშირებით და დავალიანება რუსთავი ორის 900,000 მილიონამდე არა 900,000 ლარს შეადგენდა ცოტა მეც 900,000 ლარს გაკოტრების ქაღალდებში მითითებული იყო 9 მილიონი ლარი ცოტა ხნის შემდეგ. ანუ იმის თქმამდე რომ ესეც ხელოვნურად გაბერილი იყო და არაფერი გაკოტრების პრინციპში პრობლემა რუსთავი ორისთან აქტუალურია ეს თემა არ იყო. გაკოტრება საბოლოო ჯამში იმისთვის მოხდა რომ ბერკეტები გამოეყენებინა ჩვენ წინააღმდეგ. დავაზუსტებ რა ბერკეტებზეა ლაპარაკი. რუსთავის ჰქონდა ერთი საკმაოდ ისეთი სერიოზული კრედიტი
კრედიტი მოგცა ეგრეთ წოდებულმა MDLF ფონდმა, Media Development Foundation, რომელიც უცხოური ორგანიზაციაა და სპეციალურად მედიისთვის გათვალისწინებული აქვს ძალიან გრძელვადიანი და დავალპროცენტიანი კრედიტები, რომ რაღაცა პროექტების განსახორციელებლად და იმათ. ეს კრედიტი აბსოლუტურად არ წარმოადგენდა პრობლემას ზუსტად იმის გამო, რომ იყო გრძელვადიანი, არ წარმოადგენდა რუსთაველისთვის ფარავდა ჩვეულებრივი რიტმით და ტემპით ამ კრედიტს. ამ კრედიტის მთავარი პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში, რომ კრედიტის მოცემისას მათ მოითხოვეს გარანტიები. ეხლა თუ გაგახსენებთ, რომ ჩვენ ანუ ფლობელები ვიყავით არა მარტო რუსთავი 2-ის, რომელიც ჩვენ შევქმნით, აგრეთვე ჯორჯი ონლაინის, რომელიც ასევე ჩვენ ვიყავით ფლობელები და ისიც ძალიან ისეთი რა ქვია ფაქტიურად იმ ეტაპისთვის ნომერ პირველი პროვაიდერი იყო ინტერნეტ სექტორში. კიდევ მედია ჰოლდინგი ხო 24 საათით შედიოდა 24 საათით შედიოდა ხო თუმცა ის იურიდიულად არ ხდებოდა ეგ ანუ მაინც იურიდიულად ალტერნატივი იყო. აი წერტილი სად დაესვა ხო აი ამის თქმა მინდა რომ მოითხოვეს ჯორჯი ონლაინის გარანტია. ანუ ფაქტიურად იმ კრედიტის უზრუნველყოფაში ჯორჯი ონლაინის ქონება ჩავდეთ და ჩავდეთ ასევე ჩემი და ჯარჯის პირადი ქონება. ჩვენი სახლები პირდაპირ ვთქვათ. ანუ კრედიტი უზრუნველყოფილი ამით. ეხლა სიტუაცია როგორი შეიქმნა? იმის გამოცხადების შემდეგ გაკოტრების მოდის ანუ შეტყობინება გაიგზავნა მაშინ რა ქვია ამ ფონდში კრედიტის გამცემში რომელსაც მოვიდა დეფოლტის წერილი რომელიც მოითხოვა დღესვე დამყისიერად დაიფაროს მთელი კრედიტი რადგანაც ესეთი პერეტრუბაციები მოხდა რუსთავი 2-ში და ეს ნიშნავდა იმას რომ ეს თანხა უნდა გადაეხადა ჯორჯი ონლაინს და თუ ვერ გადაიხდიდა ჯორჯი ონლაინი და ჩვენი ბინებიც მათ შორის ჩვენი პირადი საკუთრებაც გადადიოდა ფონდის ხელში. რეალურად დაგვიყენეს საკითხი ძალიან მარტივად რომ ან თქვენ დათმობთ რუსთავი 2-ს პირდაპირ ესეთი სიტყვებით ან დათმობთ რუსთავი 2-ს და შეგეშვებით ან თქვენ კარგავთ ყველაფერს დიდი ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ ციტირებ საცვლებით დაგტოვებთ. ამას გეუბნებოდა თუ იმ ბატონ დავით. აი ის ხალხი ვიზეც ვლაპარაკობ, მე უბრალოდ არ მინდა დანარჩენები დავასახელო, არის ხალხი ვინც უშუალოდ ხვდებოდა და არის პერიოდები, როცა შუამავალი მონაწილეობდა და მოქონდა ინფორმაცია და მიქონდა, მაგრამ ჯამში ვის დაგისახელეთ იმათზეა ლაპარაკი. მოგვით თქვენ ბოლოს დათმეთ. სხვა გზა არ იყო. უბრალოდ არჩევანი არის. აი არჩევანი იყო, თან წარმოვიდგინეთ რა სიტუაცია ეს არის 2004 წელი, აჭარის რევოლუცია ახალი მომხდარია, ხალხი ბედნიერი გონიათ რომ ქვეყანა შენდება, ამ დროს გამოხვიდე და ილაპარაკო იმაზე რომ თურმე ეს ახალი ხელისუფლება ესეთი მეთოდებით ცდილობს რაღაცა მიითვისოს და წაგართვას, არანაირი აზრი არ ქონდა ამას, არა უპერსპექტივო საქმე იყო იმ პერიოდში და ეს აი თქვენ დღეს ძალიან კატეგორიულად წერთ თქვენ და ბატონ ჯარჯი თქვენს წერილში რომ აი ამიტაცებული და პროპაგანდისტული არაფერ როგორ გადაიქცა ეს ტელევიზია რომელიც თქვენი იყო პრინციპში მე თქვენზე ბატონ დავით დვალზე მსმენია უკიდურესად პოზიტიური თემები ეს მითიური დავით დვალი რომელიც იტრიალებდა რუსთავის შიგნით და ქმნიდა მთელ ჟურნალისტურ პროდუქტს რომელიც იქნებოდა ეს ჩემი კოლეგებისგან გამიგია მათი ნაწილი მათ ვიცი რომ თქვენ მათთვის ხარ ძალიან დიდი ავტორიტეტი აი ამ სფეროში მათი ნაწილი დღესაც იქ მუშაობს თქვენ მათ ეუბნებით რომ 9 წლის განმავლობაში ისინი ემსახურებოდნენ ძალიან მძიმე თემებს მოდით ასე ვთქვათ ის რაც მოხდა ჩემთვის იყო ყველაზე მტკივნეული არა მარტო იმიტომ რომ ეს უსამართლობის განცდა ის რომ ის მთელი ცხოვრების აზრი იყო მოდით რა პირდაპირ თქვათ იმ პერიოდის იქ ცხოვრობდით იქ ვაკეთებდით მუშაობდით ვიძინებდით ჩვენთვის ეს იყო ყველაფერი არაფერი არ ქონდა მაგის გარდა ანუ ბედნიერები ვიყავით იმით რასაც ვაკეთებდით და ჩვენი დღეს დავრჩით გარეთ მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ ეს მარტო ჩვენი და შეიძლება ჩვენი დამსახურებაც ისე არ არის. აი ეს ხალხი ვინც იძახის რომ დვალი ძალიან მაგარი იყო, მე მინდა თქვა რომ ეგენი ეს ხალხი რო არ ყოფილიყო, არაფერი ალბათ არ გამოვიდოდა. ეს ყველა მთელი კოლექტივი ვიყავით ერთი გუნდი, ერთი მომართული იდეებით, შემართებით, ასე შემდეგ. განაწილმა შეძლო პრინციპულობის. აი ახლა მაგის თქმა მინდა მე რომ მე ყველაზე ძალიან ჩვენ თავს ვადანაშაულებ იმაში რომ ამ ხალხს ვერ მოუფრთხილდით და დავაყენეთ ძალიან ძიმე არჩევანის წინაშე. ნინო, აი საქმე რაშია რომ მანამდე როგორი იყო სიტუაცია რომ ძალიან თამამი ჟურნალისტები ყავდა, იმიტომ რომ ვათამამებდით, იმიტომ რომ ვაძლევდით ყველაფრის უფლებას, რომლებმაც იცოდნენ.
ნებისმიერი პრობლემა თუ რამე შეექმნებოდათ, იმ პრობლემას ჩვენ ვიღებდით ჩვენ თავზე. ჩვენ ვიდექით მე მათ ზურგს უკან და ჩვენ ვიღებდით დარტყმებს და არა ისინი. უცებ აღმოჩნდა რეალობა, როცა ეს ხალხი პირისპირ არის თავის ბედთან და არჩევანი აქვს ძიმე გასაკეთებელი. ზოგმა არჩია წასულიყო ჟურნალისტიკიდან, ზოგი სხვა არხზე წავიდა, ზოგი დარჩა. მე ძალიან იმძიმს იმის თქმა, რომ ამ ყველა სამათ უმძიმესი არჩევანის გაკეთება. ვინც დარჩა, ვინც წავიდა, სულ ერთია. უმძიმესი არჩევანის გაკეთება მოუწია. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს იმათი ბრალი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აი ჩვენ ნიკა გვარამია ყოს ხაზზე, სატელეფონო ხაზზე ის გვირეკავს რუსთაველის გენერალური დირექტორი ბატონ ნიკა საღამოშიდობისა. ადევნებთ ჩვენს გადაცემას თვალს როგორც გავიგე ისმენთ. თქვენი ასე ვთქვათ პონის შესაბამისად რომ გადაცემაში ყოფილიყო რუსთაველის პოზიცია წარმოდგენილი. დიახ, გადაცემამდე თქვენ უარი მითხარით, თუმცა როგორც ჩანს მაინც გადაწყვეტეთ რომ მონაწილეობა მიიღოთ. დიახ, მე მადლობა ამისთვის და გისმენთ უნებრივად. გამომდინარე იქიდან რომ თუ გსურთ მოისმინოთ დევანდელი მესაკუთრეების აზრი, მე ამ აზრს ვერ გამოვხატავ, უბრალოდ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატა იმის მიმართ, რაც დიახ, ზანეთ. ხო, პირველ რიგში მოგესალმებით ბატონ დვალთან და ბატონ აქიმიძესთან მე მათ არცერთ არ ვიცნობ და ყოველ შემთხვევაში არაფერი ცუდი მაგზე არ მსმენია. ამიტომ გამოვხატავ ჩემს ასე ვთქვათ პატივისცემას მათ მიმართ, ეს მათი საქმეა, როგორ გადაწყვეტენ იმოქმედონ სამართლებრივად. თუმცა მე ბუნებრივია რამდენიმე კომენტარი მინდა აუცილებლად გავაკეთო, იმიტომ რომ საუბარი მიმდინარეობს იმ არხზე, სადაც მე გენერალური დირექტორი ვარ. პირველ რიგში რაც შეეხება პოლიტიკური ბრძოლის იარაღს, მე ნამდვილად არ ვაპირებ იმის რევიზიას, რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში. მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რაც დღეს ხდება არხზე და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ რუსთავი 2 დღეს ალბათ ყველაზე უფრო თავისუფალი არხია. მე მგონი მისი პროდუქციაც ამაზე ცხადყოფს ამის თაობაზე უკაცრავად ახლა სხვა არხზე ვაკეთებ ამ განცხადებას, მაგრამ ჩემი არხის სახელით ვაკეთებ ამ განცხადებას და ამას გარდა ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები გვაძლევს იმის ჩვენი ფინანსური ასე ვთქვათ მდგომარეობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სულიად დამოუკიდებლივიყოთ მათ შორის ჩვენი დაფუძნებლებისგან. ბატონ დვალს უბრალოდ მაინც შევახსენებდი, რომ ის პერიოდი, რომელზეც მიმდინარეობს საუბარი და როდესაც რუსთავი 2 გახდა მხარე, როგორც მან შეაფასა და ალბათ მეც დავეთანხმებოდი ამაში, სწორედ მისი მფლობელობის დროს განხორციელდა ეს მაინც ისე შეხსენებისთვის. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებებს, მიმდინარე გამოძიებები არის ძალიან უკაცრავად რო ჩაგეკითხოთ, ესე იგი, მაშინ იყო მხარე რუსთავი 2 და ეხლა არ არის მხარე რუსთავი 2. თქვენ ამას თქვა გნებავთ. ბატონი დვალის შეფასებაა, რომ მხარე თქვენი შეფასება მაინტერესებს. მან თქვა, რომ კი, მაშინ სამწუხაროდ ჩვენ გავხდით მხარე კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. თქვენ ბრძანებთ დღეს, რომ რუსთავი 2 არ არის მხარე. მე ვფიქრობ, რომ რუსთავი 2-მა როგორც ტელევიზიამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკარგა ის საჭირო დისტანცია, რომელიც ნებისმიერ ტელეარხს უნდა ეკავოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და კონკრეტულად პერსონალურად პოლიტიკოსებთან მიმართებით. ეს არ არის კარგი ჩემის აზრით და ამ დროს ძალიან რთულია ბალანსის შენარჩუნება. ეს ჩემი კონკრეტული შეფასებაა. დღეს მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ყოველდღიურად ამ პრობლემის მინიმიზაცია მიმდინარეობს. თუმცა ზოგადად ეს პრობლემა ქართულ ტელესივრცეში არსებობს, არა მხოლოდ რუსთავი 2-ს ეხება ალბათ. მაგრამ აი ბატონიკა, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ასეთი ის რომ შეიძლება მიმდინარე დავებთან დაკავშირებით. მიმდინარე დავები აქვს არა მხოლოდ ბატონ დვალს და აქიმიძეს, უბრალოდ განცხადებები. მიმდინარე განცხადება აქვს ქიბარ ხალვაში და ეხლა ცოტა კომიკურია იმის განცხადება, რომ ბატონ დვალის და აქიმიძის 60%-ში სწორედ ქიბარ ხალვაშის 40% არ შედიოდა. ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნოდა რუსთავი 2 მთლიანად, მათ შორის ის 60%, რომელსაც ბატონი აქიმიძე და დვალი ფლობდნენ, შესაბამისად დღეს რა გარიგება მიმდინარეობს მოუკლავი ნადილის ტყავზე, მე ეს ვერ გავიგე, უბრალოდ 60% იქით 40 აქით ეს ცოტა მე მგონი არ წრებთ მოვლენებს და მე მგონი აქამდე ნამდვილად არ მივა ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ დვალის და აქიმიძის და ასე ვთქვათ ქიბარ ხალვაშის ერთ სივრცეში განხილვა, ნუ ცოტა უბრალოდ სასაცილოა, იმიტომ რომ თუ ვინმეს უნდა ედავებოდნენ ეს ადამიანები დღეს, სწორედ ქიბარ ხალვაში უნდა ედავებოდნენ, იმიტომ რომ მის საკუთრებაში გადავიდა ეს ქონება ეგრევე, როგორც კი მათი საკუთრებიდან გავიდა და ამავდროულად აქ საუბარი იყო ეროსი კიცმარიშვილზე, რომელმაც მანიპულაციებით როგორც მოვისმინე, ხა მე ნამდვილად არ ყოფილვარ მომსწრე ამ მოვლენების და ეს ჩემ კომპეტენციასაც ხდება და არც მაინტერესებს. ეს და მაინც ეს საკითხი გაკოტრების საქმე წამოიწყო.
მე ვფიქრობ, რომ აქ სადაო, ასე ვთქვათ, სუბიექტები ვერ იქნებიან დღევანდელი მფლობელები რუსთავიორის, რომლებმაც შეიძინეს ეს საკუთრება უბრალოდ და მისი რუსთავიორის ქონება გაზარდეს რამდენიმეჯერ. სხვა შორის ბატონი აქიმიძის დვალის და კიწმარიშვილის შემდგომ რუსთავიორის ქონება დაახლოებით 5-ჯერ ან 6-ჯერ გაიზარდა, ამიტომ 60%-ის მოთხოვნა იმ რუსთავიორის მფლობელების მხრიდან დღევანდელ რუსთავიორშიც, რომელიც 5-6-ჯერ უფრო დიდია, ასევე ცოტათი ალოგიკურია, მაგრამ ნუ ეს ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილების საქმე დავასრულებ ძალიან მოკლედ. ეროსი კიწმარიშვილს თუ რატო არ თხოვთ თქვენთვის მოყენებული ზიანის ანაზღაურებას მე არ ვიცი და არ მესმის, თუმცა ესეც თქვენი საქმეა, მაგრამ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ისიც თქვა, რომ თქვენ აიღეთ უკვე ანაზღაურება ერთხელ, ეს ჩემი სიტყვები არა, ეს მისი სიტყვებია და მე ამას არ ვეყნობი, უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ, რომ სამართლებრივად შეიძლება ეს მნიშვნელოვანი გახდეს თქვენთვისაც მათ შორის. რატომ არ εδავებით იმ ადამიანებს, ვინც ზიანი მოგაყენათ თქვენ ჩემთვის, ესეც გაუგებარია და როგორც სამართალმცოდნე უბრალოდ შემიძლია როგორც იურისტმა ესეც გითხრათ, რომ რაც არ უნდა დაადასტუროთ თქვენ დღეს, რომ სახელმწიფოს ქონდა ზეწოლა ნებისმიერმა პირმა, რომელიც დაობს და სხვა შორის დაობს ასევე ამ მფლობელებამდე მყოფი მფლობელებიც ნიკოლოზიშვილი, ფიქრია ჩიხლაძე და ამ შემდეგ ესაც მსმენია. შეიძლება პასუხისმგებლობის სუბიექტები გახდნენ ის ადამიანები, ვინც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს. თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან. აი თქვენ დასვით კითხვები, რომ არ გამოგივიდეთ მონოლოგი ბატონ ნიკა, აი რაღაც კონკრეტული გაუხმაურება აქვს ბატონ დათოს და დაგიბრუნდებით ბატონ ნიკა, დაგიბრუნდებით. კავშირში არ არის ეს თქვენი განცხადებები. არც ეროსისთან დაკავშირებით, არც ფიქრია ჩიხრაძესთან და ასე. საბოლოო ასე ვთქვათ სიტყვას ვიტყვი და მე კი ბატონო მე მზადავ რომ პასუხავце. იმ ვითარებაშიც თუ დადასტურდება, რომ ვინმე ამ ადამიანებს ქონება წაართვა თავის დროზე. მე არ ვიცი, ახლა ამაზე ექსპერტი არ ვარ და ფაქტები არ ვიცი უბრალოდ და ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს რომ დადასტურდეს, რუსთავიორის დღევანდელი მფლობელები არ არიან ამისთვის პასუხისმგებლები. ამისთვის პასუხისმგებელი არის სახელმწიფო და კი ბატონო, აგოს სახელმწიფომ საკუთარი სახსრებით ამისთვის პასუხი. მე ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, მე ეს არ მაინტერესებს. უბრალოდ ნატურით ანაზღაურება, როდესაც არსებობს კეთილსინდისიერი მფლობელი, არ ხდება ეს სამართლებრივი ნონსენსია. თუ ადამიანებს უნდათ რომ ქონებრივი რესტიტუცია მოახდინონ თავისი უფლებების, ედაონ სახელმწიფოს და მოითხოვონ. კარგი, დროებით უნდა შეგაჩეროთ ბატონ ნიკა, მივცე ბატონ დათოს გამხმაურების საქმეში. მე დავასრულებ. ჩემთვის უფრო სანდო იურისტებისგან ავიღებ ჩემს. კი ბატონო, ეს ჩვენი პრობლემაა, მე ჩემი აზრით. კითხვა, რატომ არ პატევის თემას მეც კი დასტურებთ აბსოლუტურად. ბატონ დავით, ესეთი კითხვა, რატომ არ εδავებით მათ, ვინც უშუალოდ მოგაყენათ ზიანი? მოდით, მე გავმართეთ თავში და ეთყობა ცუდად ისმენდა ბატონ ნიკა ამას. მე არ ვედავები არავის, არც ახალ ფლობელს, არც ძველს, არც წამრთმევს, არც ზეწოლის განხორციელებელს. ჩვენ შეტანილი გვაქვს არჩეული ფაქტზე. მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაადგენს, ვინ განახორციელა ზეწოლა, ვინ იყიდა პირველად, ვინ გადაყიდა მერე სიმბოლურ ფასად, კიდე შემდეგ კარუსელი ვინ დაატრიალა და დღევანდელ მფლობელობამდე როგორ მივიდა ეს. ამაზეა ლაპარაკი. იმაზე კი არა, მე არავის არ ვედავები ბატონ ნიკა, დამერწმუნეთ. არა, ძალიან დიდი ბოდიში რომ გეჭერებით, ესე კი მე ვერ გავიგე. მე ვერ მივხვდი როგორ ჩანს თქვენი სამართლებრივი დავის მიზანს, იმიტომ რომ თუ თქვენი სამართლებრივი დავამდე არ მისულა საკითხი. გააჩნია რა დაასკვნას დადების გამოძიება. რასაც თქვენ ეხლაც ახორციელებთ, მე უბრალოდ ამ ეს როგორ ჩანს ვერ გაგიგეთ, ამიტომ თუ დააზუსტებთ, კარგი. აი დავაზუსტებ. პერსონალურად მადლობას გეტყვით. ანუ თქვენ დააობთ იმიტომ რომ თქვენი შალახული უფლება თუ სისხლის სამართლებრივი წესით ვინმე დაარღვია, ამიტომ პასუხი აგოს ვინმე ადამიანმა. თქვენი ინტერესი არის რუსთავიორის ბატონო ნიკა, სამწუხაროდ ადვოკატი თანამაყავს რომ იურიდიული ტერმინებით გელაპარაკოთ. მე გითხარით, რაზეც ვდაო, ჩვენ გვაქვს ფაქტზე შეტანილი. მოხდა ესა და ეს 2004 წლის მაის-ივნისში მოხდა ზეწოლით, იძულებითი ჩვენი საკუთრების, რომელიც 10 წელია ჩვენი იყო და ჩვენი გაკეთებული იყო, იმის ჩამორთმევა. ვითხოვთ გამოძიებას, რა მოხდა, რატომ მოხდა და რა მდგომარეობაა. აი ეს არის. ასე კი ბატონ ნიკა, კითხვები არ არის ახლა ამ წუთში, მხოლოდ ბატონ დავით დვალთან არის. ეროსის რაც შეეხება ფაქტს, რასაც იძახით, რომ თურმე ეროსი სადღაც უთქვავს რაღაცა, დიდი ბოდიში ეს ფაქტს ვამბობ, რომ იძახით, ეს ფაქტი არ არის, ფაქტი არ არის, გესმით? ფაქტი ის არის, რომ რეალურად თუ ვინმე რამე მართლა რა გადაიხადა და როდის და ეროსის რა უნდა მოვთხოვოთ, ცოტა გაუგებარია, როცა ეროსი თავის წილს განაგებდა და ჩვენ წილს. ერთმანეთში ჩვენ კონტაქტიც კი არ ქონია ამ პერიოდში ისე თქვენ. ბატონ ნიკა, ერთი კითხვა მაქვს ასეთი. კონკრეტული ადამიანი დავით დვალი ამბობს ამ ეთერში, რომ პირველ შეხვედრაზე ის დაიბარეს ვანო მერაბიშვილმა და ზურაბადეიშვილმა და თხოვეს, რომ უპრობლემოდ ზედმეტი ხმაურის გარეშე დაეთმოთ წილი. არის თუ არა ეს თქვენთვის როგორც იურისტისთვის უკვე საინტერესო თემა სულ ცოტა.
სუმცირე. არა, ეს საინტერესო თემა შესაძლოა იყოს გამოძიებისთვის. მე უბრალოდ ამიტომ ვთხოვე ბატონ დავითს, რომ ჩემთვის გასაგები ყოფილიყო ის თუ რაზე საუბრობენ. აქ არის თემა სამართლებრივი კი ბატონო დავა თუ ეს სიტყვა თუ გვეხამუშება, შეგვიძლია ვთქვა სამართლებრივი რეაგირების საფუძველი რა არის? პასუხი აგონ კონკრეტულმა პირებმა თუ კონკრეტული პირები აღდგენ სამართლებრივ საკუთრებით უფლებებში რუსთავიანთან. მე მეკითხებით არა იურისტი ადამიანი. მე როგორ უნდა გაგცეთ მაგაზე პასუხი? გამოძიების საქმე. მე ვითხოვ სამართლიანობის აღდგენა. სადამდეც მივა გამოძიება. იქამდე უნდა მივიდეს. ერთ წუთი თუ შეიძლება მეც გიპასუხებთ ახლა. იქამდე უნდა მივიდეს ჩემის აზრით. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ მფლობელს, მაგაზე მე სხვა განსხვავებული აზრი გამაჩნია. იმ სიმბოლურ ფასად გადაყიდული ტელევიზიები ვითომ კეთილსილდის ერმყიდველების. ეს არის გაბერილი ბუშტი, რომელიც გასკდება პირველივე იმაზე. ეტაპზე. ანდო ის თქვენი აზრია, რომ ის არის კანონიერი მფლობელი და ჩემი აზრი არის სრულიად განსხვავებული. სიმართლეს დაადგენს გამოძიება, მე დაადგენს სასამართლო. ამაზე მე გიპასუხებ, ბუნებრივია, თავისთავად ხარ. ხო, რა თქმა უნდა, მეც არ გამართობ ამ თემაზე. მე ვენდობი ამ შემთხვევაში გამოძიებას შევიტანე ზუსტად პროკურატურაში, იმიტომ რომ გამოიძიონ და გაარკვიონ რა ხდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ბატონო, თუ შეიძლება ამ თემას მე მართლა მინდა ერთი კომპლიმენტი გითხრათ, თქვენი დირექტორად მოსulis შემდეგ გაცილებით უფრო დაბალანსებულია რუსთავი 2, მაგას ლაპარაკი არ უნდა, ეგ ეტყობა რუსთავი 2-ს. უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს. ფლობელი ისევ მიუხედავად იმისა, იქ გვარი რომელი ეწერება, ხო, ფლობელი ისევ არის საქართველოს პრეზიდენტი. რა გარანტია რომ ხვალ თქვენ ისევ დირექტორი იქნებით და ყველაფერი ესე კარგად წავა რუსთავი 2-ში? თქვენ შეგიძლიათ მაგ გარანტია მომცეთ? მე შეიძლება რომ გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე. ზანეთ და ფინალისკენ მივდივართ ბატონო. პირველი, ბატონ დავით, თქვენ როგორ ჩანს ან არ გაქვთ ინფორმაცია, ან უბრალოდ არა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ჩემი შეფასებით არასწორი ინტერპრეტაციას აკეთებთ. ფასთან დაკავშირებით გარიგების ფასი ჩემთვის ცნობილია. მოდით რა, ნუ ვიდავთ იურიდიული მეზ. გაარკვიო საფუძველი. არა, მე არ საუბრობ რომ იურიდიული დეტალებით არ ვისაუბრო. პირდაპირ გეტყვით რომ ეს ფასი ნამდვილად არ არის არარელევანტური, მე ვფიქრობ რომ აბსოლუტურად ადეკვატური ფასია და საქართველოს მე არ ვიცი თქვენ რა ფაზზე ლაპარაკობთ. მოდით რა გამოძიებამ გამოიკვლიოს რა ფაზია ლაპარაკი და რელევანტურია თუ არ არის რელევანტური. ახლა გაზე უნდა ვიგამართოთ თქვენთან ის ფასი რომელსაც არ ვასახელებთ არის რელევანტური თუ არ არის და არანაირი მტკიცება არავის არ გააჩნია რაღაც ლეგენდები დადის თემაზე. რომელიც ფოთეშორის ჩვენ კი არ გვეხება, ეროს კიცვარიშვილს ეხება ის ლეგენდები და თუმცა ბატონი აქ ესე დასვა ბატონმა დათომ საკითხი რომ თქვენ ხართ სააკაშვილის მფლობელობის ქვეშ არსებული ტელევიზია და სწორედ იმის გამოც რომ თქვენ მაგ დირექტორი ამის გამო არის ხოლმე ხშირად გაძლიერებული ესეთი. ამიტომ ისაუბრა ბატონმა დათომ მითებზე და ასე შემდეგ. ხო, ეს მითოლოგიიდან სააკაშვილის ხალხში ეს ტელევიზია, მე პირადად ამ მითოსის ნაწილი არ ვარ. არც ამ მითების არ ვჯერა, მე მყავს კონკრეტული ადამიანები, ვინც დამნიშნეს და ვისაც ვაყრებ ანგარის და ბატონი, კაი, გუშინ თქვენ გაჭირდებოდათ პრეზიდენტის ასეთი დაცვა პრემიერ-მინისტრისგან, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ იქნება ყველაფერი გამჭვირვალედ და ჩაურევლად და პრეზიდენტი ამაზე გაბრაზდა და დაგიცვათ თქვენ და უთხრა ყველას რომ ხელები თუ გაინტერესებთ, ჩემი შეფასება, როგორც ნიკა გვარამიასი თუ გაინტერესებთ, როგორც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პირადად ჩემთვის პრემიერის შეფასებაში, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ძალიან ხშირად ესხმის თავს რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს, მათ შორის ცოტა უხეშად, ნუ ეს მისი არჩევანია, მაგრამ არ მგონია რომ სწორი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრებით, ასე ვთქვათ, დავებთან დაკავშირებითაც არაერთი განცხადება გაკეთებული და ესეც მისი საქმეა, მაგრამ ასევე არასწორი მგონია, გუშინ მე ვფიქრობ პრემიერის პასუხი იყო საკმარისად მოზომილი იმისთვის, რომ ესეთი რეაქცია პრეზიდენტის მხრიდან არ მოყოლოდა. გაზარალა პრეზიდენტმა და ჩემი აზრი ასეთია. არა, ვერ დაგვაზარალა არ ვიცი სურვილი ამის იმედი მაქვს რომ არ ქონდა, თუმცა როგორ უნდა დაგვაზარალოს, ჩვენ მუშაობთ ისე როგორც ჩვენ. იმიჯის თვალსაზრისით მხოლოდ. ძალიან კარგი. არა, რატომ დაგვაზარალოთ? ჩვენი იმიჯი ამითი არ დაზარალდება. ის რომ პრეზიდენტმა დაგიცვათ რაღაცნაირად ასოცირდა იმასთან, რომ პრეზიდენტი განსაკუთრებულად ღელავს რუსთავი 2-ზე, რომელზეც არის ეჭვი, აქ ბატონი დათოც ამბობს, რომ არის მისი გავლენების ქვეშ თუ არა ირიბი მფლობელობის. მე ესეთი ახმა არ მქონია, თუმცა ნამდვილად მეუცნაურა ეს განცხადება, იმიტომ რომ მე მაქვს და აქედან გამომდინარე ხმამაღლა ვიცახიდეთ. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ამისი მით უმეტეს რომ იმ პროცესში ასე ვთქვათ წარწმევის მონაწილეობდნენ მისი ყველაზე მაღალჩინოსნები და ძალოვანი სტრუქტურები და მათი ხელმძღვანელები. ნუ არ ვიცი თქვენ რატომ უნდა გეკამათოთ ამ თემაზე უბრალოდ ვერ ხვდები, იმიტომ რომ არანაირი შეხება ამ საკითხთან არ გქონიათ. ბატონო დავით. და მე სიმართლე მე იცის გამოძიება ჩვენებები რომელიც აგროვებს ბატონი და თუ შეიძლება მეც მომისმენთ. ანუ იმაზე ლაპარაკობთ თქვენი პირადი აზრია. მე ვლაპარაკობ ფაქტებზე, რომელიც მაშინ მოხდა, რომელიც მივეცი ჩვენების სახით და გამოძიება ხა იძიებს და კითხავს იმ ხალხს, ვინც მონაწილეობდა და შეხება ჰქონდა ამ პროცესებთან და ამ ამბებთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე იმეც გამოთქვა, რომ გამოძიება დადებს სრულ სურათს რა მოხდა და როგორ მოხდა.
ამის თქვა მინდა. უბრალოდ დავამატებ ჩემ კომპლიმენტებს ერთ რამეს დავამატებ კიდე რომ გავყოთ იურიდიული ასპექტები. სულ 9 წლის განმავლობაში რომ დემოკრატიული ყოფილიყო და თავისუფალი ტელევიზია ყოფილიყო, იმ ამბავს არაფერი არ ცვლის, რომ ძალადობით და იძულების გზით იყო დათმობილი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. ამაზეა ლაპარაკი. და იმაზე თქვა ვინ კარგი დირექტორი იქნება, ვინ ცუდი და როგორ პოლიტიკას გაატარებს ამ ეტაპზე რუსთავი 2. ამაზე მაქვს ლაპარაკი. ბატონი გაიფინანსი ვარ თქვენ გეპრობლემებად თქვათ გამოძიების ბოლომდე მიყვანა და თქვათ საკითხის ასე დასმა რომ თავის დროზე რუსთავის პატრონებს წაართვეს თავისი არის პრეზიდენტი ითხოვს რომ შეწყდეს გამოძიება. რას ნიშნავს? იქნებ ვინმე მამიხსნას რომ რატომ უნდა შეწყდეს გამოძიება, როცა დასადგენია რაღაცა ასპექტი. გისმენთ ბატონი გა. ძალიან მოკლედ გეტყვით, შეწყდეს გამოძიება ეს ნამდვილად უცნაური მოთხოვნა, თეთრის აბსოლუტურად პრობლემას არ წარმოადგენს ნებისმიერ თემაზე გამოძიება გაგრძელდეს საკუთარი პრობლემები მაქვს, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით და იქაც კი ვერ ვხედავ პრობლემას, რომ გამოძიებული იყოს, მათ შორის ჩემი საქმე, რასაც წარმატებით თუ ნაკლებად წარმატებით ახორციელებს დღევანდელი მთავრობა და წარმატებას უსურვებთ მათ ამაში უბრალოდ ვერ უსურვებთ, მაგრამ კი ბატონო პროცესი მიმდინარეობს სასამართლოში უკვე. რაც შეეხება რუსთავი 2-ის 9 წლიან საქმიანობას, ნამდვილად მე ეს როგორც დაქირავებულ მენეჯერს და კომერციულ დირექტორს რუსთავი 2-ისა ეს მე არ მეხება, ეს საკითხი ნამდვილად არც მაღელვებს, უბრალოდ მე რატიღა იყო საუბარი იმაზე, რომ რუსთავი 2-ის სახელით პოზიცია დაამფიქსირებია, ამ პოზიციას ვაფიქსირებ პირველ რიგში ჩვენს მიკერძოებულობასთან და ასე ვთქვათ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებასთან დაკავშირებით, ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება დღევანდელ მფლობელებს, უბრალოდ მათ სახელით ძალიან მოკლედ შემიძლია განვაცხადო, რომ ისინი არიან კეთილსინდისიერი შემძენები და რა ხდებოდა მათ. ეს თქვენი პირადი მოსაზრებაა. არა, მე ვერ ვიგამართებ, ხო გესმით ახლა. შეგვიძლია უსასრულო თქვათ, მე ვიძახო, რომ არ არიან კეთილსინდისიერი შემძენები, თქვენი დახოთ, რომ არიან კეთილსინდისიერი. ეს ზუსტად ამიტომ იურიდიულ ასპექტებზე აქ არ ვლაპარაკობ იმაზე, რა ხდება ამ ამბავთან დაკავშირებით. გამოძიებამ დაადგინოს, მოდით. პოზიციას და ბატონიკა, თხოვნება გამოძიებას ვაცალოთ, რომ დაადგინოს, არიან კეთილსინდისიერი შემძენები თუ არ არიან. ეს ხო სუბიექტურად არ შეიძლება ამის განსაზღვრა. რუსთავი 2-ის შემძენების პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი თვლიან შემძენების პოზიცია არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს გამოძიების. შემძენი ყოველთვის იტყვის, რომ ის არის სამართლიანი ყიდველი და პატიოსანი ყიდველი. გესმით? ხო, ბარაში. ანუ უსაგნო დავა გვაქვს. ბატონიკა, უბრალოდ ერთ პატარა ფერმას ნიუანს დავამატებ ძალიან დიდი ბოდიში, რომ თქვენ რამდენიმე დღის წინ გააკეთეთ განცხადება, რომ ნუ ანერვიულებთ თანამშრომლებს თემაზე, რომ ეს რა ქვია, შეიძლება ვწდებით ციტირებაში, მაგრამ გაუთავებელი ცვლილებაზე ლაპარაკი მფლობელობაში და რაღაცა ძალიან ძიმე მდგომარეობაში აგდებს კოლექტივს. ამ პერიოდის ბოლო 9 წლის განმავლობაში 10 ჯერ შეიცვალა მფლობელი, 2012 წელს შეიცვალა მარტო 3 ჯერ მფლობელი. არანაირი პრობლემა და დისკომფორტი არავისთვის არ წარმოუქმნია. ძალიან ვთქვათ, ბუას მოვაკეთებთ კოლექტივში ჩემგან. მე მინდა ღია და თამამად უთხრა მაგ კოლექტივს, პროფესიონალ კოლექტივს, რომლის ძირითადი ბირთვი არის ჯერ კიდე იმ დროიდან მოდის და იმაზე დგას დღეს რუსთავის პოპულარობა და პროფესიონალიზმი, როცა ჩვენ ვიყავით სათავეებში, ერთად ვაკეთებდით ტელევიზიას. მე მინდა და დავაწყნა რომ ყველა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რუსთავი 2-ში მუშაობს, არანაირი დისკომფორტი თქვენ არ გექნებათ, არანაირი პრობლემა არ გექნებათ. ყველაფერი იქნება კარგად. ჩემი თავარი არანაირი ანგარიშტორებაზე აქ არავისთან არ ელაპარაკი. თავარი მოთხოვნა იქნება პროფესიონალიზმი და დამოუკიდებელი ტელევიზიის კეთება. აი ეს არის. მოკლედ ბატონიკა ვამთავრებ. ბატონინო, რამდენიმე სიტყვით მე ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ვამთავრებ თან მეშინ არ გაგითიშოთ ტელეფონი, იმიტომ რომ ძალიან მოკლედ, პირველ რიგში არავითარი განცხადება მსგავსი მე არ გამიკეთებია და ნუ გადააფასებ. არა, წავიკითხეთ თქვენი განცხადება სადღაც. შეიძლება ზუსტად ვერ ვციტირებ, მაგრამ შინაარსობრივად ეგრეა. არასდროს მსგავსი რამე არ მithქვამს და ამას თქვენ ვერ წაიკითხავთ. კარგით, მოვხეკავ Facebook-ში და პოზია. თქვენთან დაკავშირებით რუსთავი 2-ში საუბარი საერთოდ არ მიდის, ეს თემა ჩვენ არ გვაღელვებს ამ წუთში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ნუ ეგ თქვენ გაქვთ ეგეთი ინფორმაცია. პირველი, მეორე მე მარტივად იმიტომ ვამბობ რუსთავი 2-ის მფლობელების სახელით, უბრალოდ ეს უნდა განვაცხადო, იმიტომ რომ ამ არხის წარმომადგენელი ვარ და ბუნებრივია უნდა გავახმოვანო მისი მფლობელების პოზიცია, ისინი თვლიან რომ ისინი არიან კანონიერი მფლობელები და რაც არ უნდა დადასტურდეს წინა 9 წელთან დასაგებია დავიგეთ ეს გებლობას აქედან გამომდინარე იხსნიან და მოთხოვნა ბატონიკა 10 ჯერ თუ ვიტყვით რომ კანონიერი მფლობელება თვლიან დღევანდელი მფლობელები თავს ამით არ შეიძლება თუ არ დამასრულებია იქნებ რა სამართლებრივ დავას და მიმდინარე გამოძიებას რუსთავი 2 არის უფლებამოსილი და ძალიან უცნაურიც იქნებოდა რომ რაიმე ფორმით ცდილობდეს სამართლებრივ დავებში ან გამოძიებაში ჩარევას.
გამოძიება მიმდინარეობს, ეს არის ჩვენზე, არც მათ პრეზიდენტზე და არც პრემიერზე არ არის დამოკიდებული. შეწყდება თუ არა გამოძიება, ყოველ შემთხვევაში კანონმდებლობით ეს ნამდვილად ასეა და მე ვიმედოვნებ, რომ გამოძიება ჩატარდება ისე, როგორც უნდა ჩატარდეს, ანუ კანონმდებლობის შესაბამისობით. როგორი პასუხისმგებლობა დადგება, ეს ნამდვილად არ წარმოადგენს რუსთავიორის ინტერესს და არც კომპეტენციას. მადლობა ნიკა გვარამიას, რუსთავიორის გენერალურ დირექტორს, რომელიც ჩაგვერთო სატელეფონო ხაზით. ბატონ დავით, ფინალში ვართ ჩვენ უკვე. მაინც თქვენ ამბობთ, რომ ბუნებრივია ყველაფერი იმაზე დამოკიდებული გამოძიება როგორ წარიმართება, მაგრამ ამოცანა თქვენი არის უკან დაბრუნება იმ ქონების, რომელიც დაკარგეთ. თქვენ გინდათ რუსთავიაში შესვლა? ერთი რომ მინდა დაბრუნება, მინდა, იმიტომ რომ ეს ბოლო 9 წელი ჩემთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იყო. ის უსამართლობის განცდა, რომელიც დამეუფლა ამის შემდეგ, არ ვიცი, მე მინდა დავამატო, რომ ის ჯორჯი ონლაინი, რომელიც მეორე ბიზნესი დაგვრჩა და მიუხედავად იმისა, რომ სრულ აღმავლობაზე იყო, ისიც და არაფერი არ ემუქრებოდა არც იმას, იქიდანაც გადავწყვიტეთ გასვლა და ფაქტიურად მოგითხრათ რაღაც ენთუზიაზმ დაკარგულები თუ ართ რა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რა პირველ რიგში, ახლა მინდა რომ ამაზე უფრო ორი სიტყვით თქვა დამატებით, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ის დასახული მიზნები და ამოცანები, რაზეც მაშინ მოცნებოდით, რომ გარდა გვექნა და დაგვემსგავსებინა ნამდვილ თავისუფალ ტელევიზიას, ის მოახერხოთ ეს ტრანსფორმაცია, ეხლა მაინც და ეხლა მივიყვანოთ ამ კონდიციამდე. ორი სიტყვით შემიძლია თუ მაგის დრო მაგის რო გავშალო ეს თემა, მინდა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს დამოუკიდებელი თავისუფალი ტელევიზიები ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყოს მათ შორის კონკურენცია. ერთია ოღონდ რომ ჩემზე კარგად ეგ არავინ არ იცის დაშვებული შეცდომა რომელზეც პედალირებდა ბატონიკა გაუთავებლად რომ ძირითადი შეცდომა თურმე რევოლუციამდე მოხდა არ მოხდა ეგრე მაშინ მოხდა სამწუხაროდ უნებლიეთ ის რომ მთავრობამ ფაქტიურად ჩაგვაცურა და მხარე გავხადა მხარე იმ გაგებით არა როგორითაც იყო ეხლა უბრალოდ ბოიკოტი გამოგვიცხადა ჩვენ და ტელევიზიაში არ მოდიოდნენ აი სტუმრად თქვენ მსგავს გადაცემებში სამთავრობო პოლიტიკოსები და მოდიოდნენ ოპოზიციონერები ხავს უსო სრული სპექტრი ოპოზიციური იმების და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნებები რაზეც არ ვიცი რა ვის გულისხმობს იყო ლაპარაკი ამ შემთხვევაში. რუსთავიერი იყო მხარდამჭერი მიხეილ სააკაშვილის ზურაბ ჟვანიას ნინო ბურჯენს მიერ ორგანიზებული რევოლუციის. ეს უკვე არჩევნების შემდეგ ხო აი ხო გეუბნებით მოდით ასე ვთქვათ რომ არანაირი შეთანხმება მე თავს დავდებ მაგაზე მიუხედავად იმისა რომ ვთქვათ ეროსიზე ლაპარაკობენ როგორც ოდიოზურზე და ცალკე მდგომზე და რაღაცაზე არანაირი გარიგება არანაირი შეთანხმება არაფერი მსგავსი ამ შემთხვევაში არ ყოფილა თანამოაზრეობა უფრო იყო იმიტომ რომ გარიყულების იქაც უსამართლოდ დაჩაგრულების რომელსაც არჩევნები წაართვეს და ხმები გაუყალბეს საბოლოო ჯამში და ჩვენც ასე ვთქვათ იმითი აქ იყო ლაპარაკი იმაზე მე აი შეგიძლიათ კითხოთ იმ ყოფილ ჟურნალისტებს არასდროს ჩვენ არანაირი დირექტივა თემაზე არ მიგვიწია რომ ეხლა იმას დაარტყიან რაღაცა ქეინ და რაღაცა ის სულიდან მოდიოდა და გულიდან აბსოლუტურად უბრალოდ მცდარი ხო ამის თქმა მინდა უბრალოდ მცდარი ეს შეცდომა აღარ უნდა გამეორდეს იმიტომ რომ ამ პირველი შეცდომიდან გადავედით მეორეში მეორე უკიდურესობაში როცა პირდაპირ ხელისუფლება მაიღო იარაღად და აი ამ იარაღის დახმარებით და მე სხვა ტელევიზიებიც კონტროლი დაამყარა და ამ იარაღის დახმარებით რეები ჩაიდინა და 17 მინუტით ვნახეთ. ამიტომ მე მგონია რომ ეს მომავლის ამოცანა მე მაქვს მართლა სურვილი რომ ვიბრძოლო ბოლომდე. რა თქმა უნდა ეს ჩემი პირადი აზრებია და როგორც ბატონი ნიკა თulis რომ არ არის ეგრე მე ვთვლი რომ მე უსამართლოდ წამართვეს და სამართლიანი იქნება მე თუ დავიბრუნებ ტელევიზიას მე მინდა რომ ეს ოცნებები რაღაცნაირად ავიხდინოთ და ჩამოვაყალიბოთ თავისუფალი დამოუკიდებელი ტელეკომპანია რომელიც ხაზგაუსვა არ მიიყვანს ქვეყანას კოლაფსამდე, არ დაუპირისპირდება ხელისუფლებას, ან არ გახდება მისი იარაღი და აგენტი. ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კეთილინება იყოს ხელისუფლების მხრიდანაც და ტელევიზიიდანაც, რომ ერთ სამართლებრივ ველში ითამაშონ და იყოს მუდმივი სტაბილური სიტუაცია, რომ მივიდეთ იმ ქვეყნების დონემდე, სადაც სახელმწიფო ეგუება დამოუკიდებელი და მისგან არაკონტროლებადი აზრის არსებობას და ეს დამოუკიდებელი აზრი არ მუშაობს იმაზე, რომ ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოს და რომელიმე მხარის პოლიტიკური ინტერესის გამტარებელი იყოს. აი ეს არის ჩემი ოცნება, ასე ვთქვათ.